და ჩვეულების სამებრ ისევ მთელი მსოფლიოს ყურადღება ამის მთელი მსოფლიოს მიმყრობილი არის პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრისადმი, თუმცა ჩვენ საბოლოოდ მე ვფიქრობ მაინც ვერ შევიტყობთ რაზე ისაუბრეს კონკრეტულად და დაზუსტებით არ გვეცოდინება რაზე ისაუბრეს მხარეებმა მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით რომ ორივე მხარე არის კმაყოფილი ამ საუბრით, შემდეგ ტრამპი ესაუბრა ზელენსკის და ტრამპიც ასევე კმაყოფილი არის ზელენსკისთან საუბრით, თუმცა ჩვენ არ ვიცით რამდენად კმაყოფილი არის ზელენსკი, ან უკრაინის ხელისუფლება, ან დანარჩენი სახელმწიფოები, ალბათ ან ხალხები, რომელთა შესახებაც შეიძლება ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა და საინტერესო ჩემი აზრით კონფიგურაცია ყალიბდება. ერთი მხრივ არის სიტუაციური, მოკავშირეებს ვერ დავარქმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პარტნიორები, რომლებიც მოლაპარაკებას აწარმოებენ, ეს არის რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და სადღაც იქვე სიახლოვეს ტრიალებს ჩინეთიც და მეორე მხრივ დიდი ბრიტანეთი, კანადა, ევროკავშირი, ყველაზე უცნაური არის ის რომ იმ სიახლოვესაც რაღაცნაირად ტრიალებს ჩინეთი, იმიტომ რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ასევე აი ამ მეორე გაერთიანებასთან თუ შეიძლება ასე ითქვას არაფორმალურთან ივარაუდება ასევე თურქეთიც როგორც აღმოჩნდა და როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა ერთადერთი დამცველი ლამის ევროპის უსაფრთხო ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საინტერესოა რომ აი ამ ორივე პერიმეტრში რაღაცნაირად ჩანს კიდეც ინდოეთი. ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი სტუმარი გახლავთ დავით ქართოლიშვილი, ანალიტიკოსი, ხალხის ძალის წარმომადგენელი. ბატონო დავით, ძალიან დიდი მადლობა რომ მომბრძანდით და მიიღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. რამდენად აქვს ევროკავშირს იმის ძალა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და დაიბრუნოს პოლიტიკური ცენტრის როლი აი ამ არსებულ კონფიგურაციაში, რამდენად გააძლიერებს ის ჩვენზე ზეწოლას კიდევ საინტერესოა, მაგრამ დავიწყოთ მოდით ვთქვათ უკრაინით. აი ტრამპი პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ რა პერსპექტივა იკვეთება თუ იკვეთება და თუ შეგვიძლია ამისი თქმა ჩვენ უკრაინისთვის და კიდევ რა წერტილებში არის შესაძლებელი მათი საუბრის ახლო აღმოსავლეთზეც როგორც მე ვიცი, ხო? ყოველთვის ესე გავრცელდა ინფორმაცია. რა ადგილებში, რა გეოგრაფიულ ადგილებში ასე ვიტყვი, არის მოსალოდნელი რუსეთ-ამერიკის ინტერესების გადაკვეთა, ისე რომ მათ შეძლონ თანამშრომლობა დაპირისპირება. დავიწყოთ უკრაინით. აი უკრაინის ბედი როგორ გამოჩნდა ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელთაც ორივე კმაყოფილია.